რიტუალებს როგორ ვატარებ და რა რიტუალებს. თვალის წინააღმდეგ, რაც თვალია, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ ბულავკით. ბულავკით თვალისგან, ცუდი აურისგან, ბულავკიდან ბევრი რიტუალი კეთდება. ეგ არის ბულავკა, რომელიც მე წითელი ძაფით ვაკეთებ ბულავკას, რომელიც დაგიცავს. არის კიდევ, რომელიც უნდა ატაროთ საფულეში, ამაზე შელოცვას ვკითხულობ, რიტუალს ვატარებ, იგივე ბულავკით უნდა იყოს დამაგრებული ეგ. ეგ არის, რაც არის თვალისგან, ან შური ადამიანისგან. ეგ ბულავკით კეთდება წითელი, აგერ პრიალა ნაჭრით და იერუსალიმის წითელი შალის ძაფით. კეთდება ეგ. თვითონ წითელი ფერი არის სიხარულის ფერი. ბედის გახსნა, რა თქმა უნდა, ბედის გახსნა არის წითელი სანთელი. თვითონ წითელი სანთელი არის სიმშვიდე, სითბო და სიყვარული. ბედის გახსნა ხდება, რა თქმა უნდა, ყველა იცის, რომ წყალს აქვს ძალიან დიდი ძალა. წყალს, როგორც ადრე უგნებოდნენ, კედლის დანგრევაც კი შეუძლია. ბედის გახსნა კეთდება ჩემთან წყლით და წითელი სანთელით, რომელიც წყლით ვატარებ წითელ სანთელს და აქ ნამწვავები, რა თქმა უნდა, თუ წითელი ნამწვავები გამოვა, ეგ კაი რაღაცა ნიშნავს. თუ შავი ნამწვავები გამოდის ამ სანთლიდან, ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა ჩაკეტილობა არსებობს და ცოტა მეტი დრო სჭირდება ამისთვის. წარმატებაზე კეთდება ჩემთან მწვანე სანთლით. რა თქმა უნდა, მარტო მწვანე სანთელი არ არის. შაქრითაც კეთდება წარმატებაზე, მარილითაც კეთდება. არის ხუთთეთრიანი, თვითონ ხუთიანი არის იგივე წარმატების ციფრი. ხუთთეთრიანიცაც, დაფნითაც კეთდება. იგივე წარმატების ბლოკის გახსნა, იგივე წყალი და მწვანე სანთელი. ჯადოს მოხსნა ვატარებ მე წყლით, 3 ბოთლი წყლით. ერთი წყალი არის, როცა მოხსნა კეთდება, როგორ გასხდება ეგ ჯადო წყალში, მერე ვანახებ ჯადოს კლიენტს, რამხელა ჯადო აქვს. ოჯახის წევრების სახელებით კეთდება ეგ ჯადოს მოხსნა. 3 ბოთლი წყლით, ერთი წყალი ეგ არის მოხსნის პერიოდში, მეორე წყალი არის, რომელიც უნდა მიასხათ სახლში, ოთახებში, მესამე წყალი არის გასუფთავება, რომელიც დღის განმავლობაში ვეუბნები, რომელ დღეს უნდა დალიოს ეგ წყალი. დღის განმავლობაში 3 ჯერს. 3 ჯერ უნდა დალიოს. ეგ არის წარსული, დღევანდელი და მომავლის გაწმენდა. კეთდება, რა თქმა უნდა, ბოკლომით, იმიტომ რომ ჩაკეტილობა, რა თქმა უნდა, არის ბოკლომს კეტავენ და მდინარეში აგდებენ ჩაკეტილ ბოკლომს. ბოკლომის გახსნა ხდება უკვე გახსნილ მდგომარეობაში აგდებს კლიენტი წყალში. გასაღებით ცალკე. ეგ ნიშნავს, რომ ბოკლომი და გასაღები არ შეხვდებიან ერთმანეთს. კვერცხზეც ვაკეთებ. გასუფთავება ჯერ მიდის გაწმენდა, კვერცხზეც რიტუალს ვატარებ, მერე შიგნითა გასუფთავება მიდის, ზოგადად კვერცხიდან, გამოდის აყროლებული, ეგ არის ჯადოს მოხსნის მეთოდი. ბევრნაირ რიტუალზე მუშაობ, კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ყველა რიტუალი არის ჩემი თეთრი მაგიის რიტუალები, ეგ არის შელოცვებით, იქ არის ლოცვები, რაც საჭირო სიტყვებია, რომელიც უნდა წავიკითხო, საგვრი, როგორც არის ეგრე და ეგ არის წყლით, რა თქმა უნდა, და სანთლებით. გინდა თვალისგან, გინდა წარმატების ბლოკის გახსნა, ბედის გახსნისა და რა თქმა უნდა, ჯადოს მოხსნისა.